შეიძლება ერთ დღეს ზღვის პირას სეირნობდე და რატომღაც მოგინდეს უბრალოდ გაერთო ქვების აქეთ-იქით სროლით. ან ქვების მტვრევით. და თუ ერთი ან მეორე აქტივობის შედეგად მართლა დაამტვრიე ქვა, არაა გამორიცხული, რომ შიგნით აღმოაჩინო მაგალითად ფიჭვის გირჩის ნაშთი. ანუ აღმოაჩინო ერთგვარი ნამარხი ქვაში. რას ნიშნავს ეს? რატომაა შესაძლებელი, რომ ქვაში აღმოაჩინო რაღაც მცენარის ძველი ნამარხი? ნამარხები არის შორეულ წარსულში მცხოვრები ორგანიზმების შემონახული კვალი. ეს შეიძლება იყოს ძვლები, ნიჟარები, მცენარეები, ან ისეთი ნიშნები, როგორიცაა ნაკვალევი, მაგალითად სათაფლიაში, რომელიც მაინც რაღაცას გვეუბნება ორგანიზმზე. შეიძლება რამე ინფორმაციას ატარებს მათ ქცევაზე ან მათ თვისებებზე. ასეთი შემონახული ნაშთები ძირითადად წარმოიქმნება სპეციალური ტიპის ქანებში, რომლებსაც ეწოდება დანალექი ქანები. და საინტერესოა, როგორ ყალიბდება დანალექი ქანები, რაც წარმოადგენს საერთოდ. ეს არის ნალექი ფენების დაპრესვის, ანუ კომპრესირების შედეგი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქანების, მინერალების და ორგანული მასალის ნაზავია. ნალექი წარმოიქმნება ეროზიის პროცესით, როცა ქანების ან ნიადაგის ნაწილაკები იშლება და ილექება სხვაგან. ეს ფენები მილიონობით წლის განმავლობაში გროვდება, იკუმშება და ბოლოს იქცევა მყარ დანალექ ქანად. მაგრამ ამ ქანებში როგორ ხვდება ნამარხები? მაგალითისთვის ავიღოთ ისევ ქვაში გაჭედილი გირჩი. ოდესღაც სავარაუდოდ ეს გირჩი ჩამოვარდა ფიჭვიდან და დაეცა ძირს და დაიფარა ნალექით. დროთა განმავლობაში, როდესაც ზედაფენებზე კიდევ მეტი და მეტი ნალექი დაგროვდა, მცენარეებმა დატოვეს თავიანთი კვალი ამ ფენებში. საბოლოოდ, დიდი ხნის შემდეგ, ნალექი შეიკუმშა ქანებად, ანუ გახდა ძალიან მკვრივი ქვასავით, მცენარეები დაიშალა და გაიხრწნა, მაგრამ მათი ანაბეჭდები ქვის შიგნით დარჩა. და ასეთი ტიპის ნამარხები უამრავი ყრია და ძალიან ბევრგან, სანამ ერთ დღესაც ვიღაც არ გადააწყდება. კარგი, ახლა ვიცით რა არის ნამარხი, მაგრამ რას გვეუბნება? ნამარხები არის თითქოს დროის მანქანებივით. გვაჩვენებენ როგორი ორგანიზმები არსებობდნენ მილიონობით ან შეიძლება მილიარდობით წლის წინაც და როგორ შეიცვალა სიცოცხლე დედამიწაზე. მაგრამ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გავიგოთ, უნდა შევაფასოთ რამდენად ძველია ნამარხი. და ეს ეფუძნება ორ მეცნიერულ მეთოდს. ერთია ფენების ანალიზი და მეორეა რადიომეტრული დათარიღება. ჯერ მოდი ვისაუბროთ ფენების ანალიზზე. რადგან დანალექი ქანები ყალიბდება ფენებად, ანუ ახალი ფენები ემატება ძველებს ზემოდან, ამიტომ რაც უფრო ღრმაა ნამარხი, მით უფრო ძველია. და ამ ფენებში ნამარხების განაწილების შესწავლით მეცნიერებს შეუძლიათ არა მხოლოდ მათი ასაკის შეფასება, არამედ ისიც, თუ როგორ იცვლებოდა სიცოცხლე სხვადასხვა ეპოქაში. მეორე მეთოდი არის რადიომეტრული დათარიღება. ამ მეთოდის გამოყენებისას ვიკვლევთ თუ როგორ იშლება დროთა განმავლობაში ნამარხებში არსებული რადიოაქტიური ატომები. რადგან მეცნიერებმა ზუსტად იციან რა ტემპით ხდება ეს დაშლა, შეუძლიათ დარჩენილი მასალის რაოდენობის გაზომვით გამოიანგარიშონ რამდენად ძველია ნამარხი. და ამისი დადგენის შემდეგ ეს ინფორმაცია ემატება დედამიწის ნამარხთა ნუსხას. Earth's Fossil Record ქვია ინგლისურად და ეს არის ყველა აღმოჩენილი ნამარხისა და მათი ასაკების ერთობლიობა. და ამ ნამარხების შესახებ ამ ინფორმაციის ერთობლიობა გვიხატავს სურათს, თუ როგორი იყო სიცოცხლის ისტორია დედამიწაზე. ესე იგი, ამ ვიდეოში ბევრი რამე ვისწავლეთ, ანუ ვისწავლეთ ისიც, თუ როგორ ყალიბდება ნამარხი და ვისწავლეთ ისიც, როგორ თარიღდება ნამარხი. ნამარხები არის შორეულ წარსულში არსებული სიცოცხლის შესახებ შემონახული მტკიცებულებები, რომლებიც უფრო ხშირად გვხვდება დანალექ ქანებში. და მათი ასაკის დადგენა შეგვიძლია იმის მიხედვით, თუ რამდენად ღრმა არის ნამარხი, ან რადიომეტრული მეთოდის გამოყენებით. და შემდეგ შეგვიძლია შევიტანოთ კიდეც Earth Fossil Record-ში, ანუ დედამიწის ნამარხების ნუსხაში, ეს ინფორმაცია. და სხვათა შორის, მხოლოდ პროფესიონალების საქმე არ არის ნამარხების აღმოჩენა. შეიძლება გაგიგონიათ კიდეც, ხშირად არის ხოლმე სიახლეებში ეს, რომ ვიღაცამ უბრალოდ რაღაცა იპოვა ან თავის ეზოში, ან პლაჟზე, ან ასე შემდეგ, და ზოგჯერ აღმოჩნდება ხოლმე, რომ არის ძალიან ძველი ნამარხი.